ეხა მინდა გადავიდე იმაზე, რა ქვია, სხვათა შორის შენთან ერთად პეტერ ფიშერზე, ნუ აი, კაროჩე, არ ვიცი, ამ ტიპმა ავი ნახეთ რა წერს რა. მალე ჩვენ ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადებში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად, იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე ელჩი არ ვმართავთ, ესე ვთქვათ, ვებსაიტებს. ანუ რა წერს ეს და რა კომენტარს უწერენ ნახეთ რა. ესე იგი, ვებ დიზაინს ცვლიან გერმანელები 5 წლის შემდეგ ამის ბრალი არ არის. დიზაინერების ბრალია. ვა! სიკლოკას უწევენ და ევრორემ. დიზაინერებს დააბრალა, ხო? მეტი პრობლემა არა აქვს. აი, მართლა მეინტერესებს, მეტი პრობლემა არა. რებზე ლაპარაკობს, რა დიზაინერს ცვლიან? ეხლა ამი თავს იმართლებს, რომ ამდენი ხანი როგორ არ ესე ვთქვათ, არ არის ეს ეხლა საელჩოში ოფიციალურად ის არ არის ელჩი გესმის, რომ არ ცნობს ხელისუფლებას რა. ხო და მაგიტო ხდება ეს ყველაფერი თავს იმართლებს ეხლა რა დიზაინერებს დააბრალა. ხდება ეხლა და უფრო დიზაინერებს დააბრალა. დიზაინერებს დააბრალა. კარგით, მეორე სპიდი გაუშვათ რა. ესე იგი, ყოველდღე ხსნი ინტერნეტს და ხედავ როგორ აკავებენ ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის. ევროპული სტანდარტით ეს არაპროპორციულია. სახე ნახე რა. ანუ არა. ეხა ნახეთ, უბრალოდ, აი რა ხდება, აი უბრალოდ ისეთი ვიდეო ამომივარდა, რომ გულში თუ არ შემიწუხდებოდა არ მეგონა რა. 9 თვის, 8 თვის ფეხმძიმე ქალს. რას უშვებიან ევროპაში დღეს რა. ჰოლანდიაში კონკრეტულად რა. სტანდარტების მიხედვით თან. არა ნუ წარმოიდგინე რა. თმებით მიატრევენ, ნახე რა ხდება. 8 თვის ფეხმძიმე ქალს მიატრევენ თმებით. კარგია, მოგწონთ ხო ევროპაში? და გიცი რა არის გია კიდე ძალიან საგულისხმო? აქ საგულისხმო არის რა, რომ კადრში ვხედავთ ყველა, რომ ეს წყვილი არ ვიცით, არ გვესმის რას ეუბნება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ძალადობს პოლიციაზე, არ იწევს პოლიციაზე, ფიზიკურ არანაირ ფიზიკურ შეხება. არა, 8 თვის ფეხმძიმეა, ლიზა, წარმოიდგინე. რაც არ უნდა გააკეთოს 8 თვის, თუნდაც რაღაცა ძალადობის ისინი იყოს ხო 8 თვის 2 თვის, ეგეც რო არ არის. დახრები გააკეთეს. დაწვეს, პოლიციამ დაწვეს. ო, ეგ არის. მაგ დაწვა მაგათ არ შერჩებათ პოლიციელების რა. აი რამდენიც არ უნდა იყვიროთ რა. ეგ იყო მაგათი დაწყებული პროვოკაცია და პოლიციელებს წვავდნენ ეგენი და წვავდნენ იმებს შენობებს და ქვებს ყრიდნენ იმიდან და წვავდნენ მთელ ქალაქს რა. ამას ვერ გაექცევით ვერსად რა. რამდენიც არ უნდა იმასკნათ რა. ნეტ გაზეთი და მზია ამაღლებული და ისა და ესა რა. ვერ გაექცევით. არა, ამისი მტკიცებულებები არსებობს, კი ახლა მე მაქვს პირადად ხო გეუბნები, იყო ჯგუფი, ესეთი Facebook ჯგუფი, სადაც ამათი ეგრეთ წოდებული ლიდერები პირდაპირ ინსტრუქტორს აძლევდნენ, დაასხით სამართალდამცველს ზეთი, რომ ასრიალდეს. ესროლეთ პიროტექნიკა ესეთი და ქვემოთ მიასწავლეთ პირველი სკოლის კლასიკური გიმნაზიის იმას მიწისქვეშაში მოლოტოვებს ამის კადრები არსებობს, ანუ ეს ესე მონაყოლი. ხო და ეს კიდე ეს ხო ვიცით, ეს ტიპი ნახეთ, ეხა ნახეთ ახალი, აი დღევანდელი ის არის ნიუსი რა. სიგარების დონე გერმანიაში. აი მოდი ნახეთ რა, აქ ჩვენ რო გვიკითხავს და ნატაციებს რა. სიგარების დონე გერმანიაში ისტორიულ მაქსიმუმს 16% მიაღწია. ეს 13,300,000 მოქალაქეა. 13,300,000 მოქალაქეა. так დიზაინი. აი ეგ არის რა გინდა ჩვენგან გამაგებინე. წადი, ხო იცის ანეკდოტი როა რა, ქუთაისში. წადი ბაგრათი ნახე, გელათი ნახე, რა ტრაქში მიყურებო რა. ეგ არის რა, შარვალიგა გახეული უყარო მისდევს ტიპი გიც რა. ქუთაისში. წადიო ნახე ისინიო, მე რას მიყურებო აქ რა. წადი რა ნახე შენ ქვეყანაში რა ხდება. რა ტროტუარებზე ლაპარაკობ აქ გამაგებინე. სხვათა შორის ტროტუარებზე ძალიან მაგრად ილაპარაკა გუშინ მამუკო მდინარაძე რა. როგორც ყოველთვის. აი უმაგრესად ახსნა ეს ყველაფერი, რომ რა ტურისტი რო ჩამოდის და რაღაცა უნდა ესმოდოს იქ, რომ ტროტუარის გულისთვის იჭერენ? სიგიჟეა. სიგიჟეში არა ხართ?
კითხვის დამსმელები უფრო გესმის მილიონი ტურისტია მილიონი ხალხი გადაადგილდება მილიონი ის თან გზას კეტაო გადადიხარ როცა შეგიძლია ტროტუარზე დადგე და დაარქვეს ტროტუარის გულისთვის გვიჭერე რა ტროტუარის გულისთვის გიჭერე სადმე იჭერე ტროტუარის გულისთვის საქართველოში ნახეთ ერთი რა რაღაცა მან გიჭერენ ტროტუარის გულისთვის აქ ტროტუარზე გომაცარი და ტროტუარზე გომაცარი ისინი ტროტუარზე რო განატყუდა კი არ განადა სესუმზეdes კი არ ჟამენ ისინი აგრესიულად იქცევიან აი ვინც მოდის თქვა და მათ აზრს არიზიარებს არა ერთხელ ნახეთ ორჯერ ნახეთ მე პირადად ნანახი მაგ კადრი სადაც საერთოდ სასწრაფოს ექიმებს ანუ ეკიპაჟი გადავიდა და არ მიუშვეს იქ კი არ დგანან ისინი უბრალოდ ამ სესუმზირეს კი არ ჭამენ ისინი აგრესიულად ეპყრობიან ყველა სხვა ადამიანს კი ბატონო და კიდე ერთი ეხა დღევანდელი ნიუსი მინდა მოგაწოდოთ აქ ამ პიტერ ფიშერთან დაკავშირებით რა გასული წლის ოქტომბრიდან საქართველოს ელჩი გერმანიაში ჯერ კიდევ არ არის აკრედიტირებული და ეს სრულიად მიუღებელია მიმაჩნია რომ ეს გერმანული დიპლომატიისთვის ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია ამ საკითხს ყურადღებით შევისწავლი პირადად აჰა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი წერს ამას რა ეს კიდე გამოდის და ჩვენ აქ ნოტაციებს გვიკითხავს რა სადი და შენებს წაუკითხე იქ ნაცისტებს როტაციები რა ევრორემონტებს გიანონსებს კიდე რა მაგაც თამომავლებს რა ხო კარგით ეხა მინდა ეს ტროტუარზე დგომისთვის ეს ტიპი რას იძახის ახლა წარმოიდგინეთ რა ეს ვიდეო გაუშვით პატარა რა ეს ჩიტაძეა თუ გრიტაძე რაღაცა აი ნახეთ რა რას იძახის რა თან რო არის ის პასუხს რო ვერცებს რა ზეიდექით ერთხელ გამზირზე ვიდექი და გაჯარიმის გამზირზე ესე იგი ტროტუარიდან გადავედი ცოტა ხნით მე დავბრუნდი ტროტუარზე ანუ გამზირზე იდექით და დაგაჯარიმეს მაგრამ თქვენ არ კეტავდით პოლიცია კეტავდა პოლიცია კეტავდა ხალხი იდგა ჩვენ აბა თქვენ გადარბოდით თუ რა თქვენ გადარბოდით გადაგიოდით ვიყავი თქვა ხა ტროტუარზე ესე იგი კეტავდით არ კეტავდი არაფერს მე არ კეტავდი ანუ გამზირზე ხო იდექით არა გამზირზე იდგა უამრავი ხალხი ხო აი მე როგორც იურისტი ჩაგაცილი იმიტომ რომ იცი რა ფიცი მწავს ბოლო მაკვიდოს არიან და მე რუსთაველზე ვიდექი გამზირზე მაგრამ მე არ კეტავდი გამზირს ბიჭო აბა თუ იდექი გადადიოდი არა ხო არა გაჩნია ვიდექი როდესაც გამნიშნულობა არა მნიშვნელობა აქცია მიდის და შენ რუსთაველზე დგეხარ და შენ არ არის ის რაოდენობა ადამიანების რომელიც თქვა ბუნებრივად კეტავენ ზეგი შენ უკვე არ საწინააღმდეგო ესე იგი არც იქნენი მიიღონ არც აქ ანაგავჩედეს საიძებიდე რა ვიცია აი ზუსტად ეგ არის რა ვერ ჩამოყალიბდა ნიკა ჩიტაძეა ხო ეს კაცი აქიდან ნიკა გამაგებიდე რა არც იცი საერთოდ რას ლაპარაკობ რა ნურს გაფრინდები ნუ აი თუ მიდიხარ იქ და გადადიხარ იმაზე რა ქვია გამზირზე რა მნიშვნელობა აქვს ოთან იძახის რა მნიშვნელობა აქვს იმ გამზირზე მანქანები დადიან ხალხი დადის მნიშვნელობა როგორ არა აქვს გადაისეირნებს გადმოისეირნებს და გონია რომ მნიშვნელობა არ აქვს არაფერ წადი რა იქით ისეირნე ვაკეში ვერაზე დაწმინდაზე ჩუღურეთში რა ვიცი ყველგან მან უნდა ისეირნე მაინდა-მაინც გამზირზე ხო აპროტესტებ ხო ვითომ შენი ჭკუით ხო აპროტესტებ ამას აქაც მე ვარ იქაც მე არ ვიცი მე რა რო აპროტესტებ და გეუნებიან ერთხელ მეორედ მესამედ მეოთხედ წაგიყვანენ და დაგიჭერენ 3 დღით და 5000 შტრაფით ჯარებით რა არის ამაში გაურკვეველი რა